ევრომაიდანიდან ღირსების რევოლუციამდე, კიევს 3 დღეში ავიღებ თეზისიდან, დონეცკი მაინც დამითმე თეზისამდე. უკრაინის უახლესი ისტორია. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, დღეს 22 ნოემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1368 დღე გავიდა, ხოლო ევრომაიდნის დაწყებიდან 4385 დღე. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და დღეს სწორედ აი ამ უახლოეს პერიოდს მიმოვიხილა უკრაინის. აი ამ თარიღთან ერთად დღეს კიდევ ერთი თარიღია, 6 თვე გავიდა, მას შემდეგ რაც პირველი ვიდეო დავდე ჩემს YouTube არხზე, შესაბამისად აი ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ამ სპეციალურ ეპიზოდს. ერთგული მაყურებელი ნახავთ, თუნდაც ცოტა სხვა გარემოდან ვსაუბრობ. შესაბამისად დღეს, როგორც გითხარით, უკრაინის უახლეს ისტორიას მიმოვიხილავ. დავიწყებ ტრადიციულად მადლობით. ამ 6 თვეში ჩვენ უკვე ვართ 5000-ზე მეტი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა გამომწერს, ყველას ვინც აქტიურობს კომენტარებში, ალაიქებს ვიდეოს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გიგერიათ, ახლა უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე ძალიან ეხმარებით არხს განვითარებაში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, თქვენი დახმარებით ხმა, როგორც ხედავთ, უკვე გამოსწორდა, სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად დონაცია გრძელდება, ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, ანგარიში აღწერაშია. დავიწყოთ 12 წლის წინანდელი მოვლენებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 12 წლის წინ ამ დღეს მე უკვე ვიყავი კიევში და თქვენ ყველა კადრს, რომელსაც ტელევიზორში ნახავთ, პრაქტიკულად ჩემი გადაღებული არის. იანუკოვიჩს უკვე ნათქვამი ჰქონდა მოწმენდილ ცაზე, რომ ის აღარ აპირებდა, უფრო სწორედ, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. კიევში დაიწყო გამოსვლები, თუმცა ჯერ უშუალოდ ხელმოწერის თარიღამდე კიდევ ერთი კვირა იყო დარჩენილი, პროტესტი არ წყდებოდა. და იანუკოვიჩი ცდილობდა, რომ თავი დაეძღვინა, ჟანრის კლასიკით განვითარდა ყველაფერი, სანამ დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინელები მოითხოვდნენ ევროინტეგრაციას, იანუკოვიჩმა თავისი რეგიონების პარტიის მხარდაჭერები ევროპის მოედანზე შეკრიბა და იქ უჭერდნენ მხარს იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, არ გაეგრძელებინა ურთიერთობები ევროკავშირთან. ძალიან სიმბოლური იყო, ევროპის მოედანი ოკუპირებული ჰქონდათ პრორუსულ ძალებს, ხოლო დამოუკიდებლობის მოედანზე იყვნენ უკრაინელები, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერდნენ მხარს. როგორც გითხარით, იმ დროისთვის ჯერ კიდევ ერთი კვირა იყო დარჩენილი, სანამ უშუალოდ ხელმოწერა შედგებოდა და გახდებოდა ოფიციალურად ცნობილი, რომ ხელს არ მოაწერდა, თუმცა იანუკოვიჩი ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა უბრალოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ის ხელს არ მოაწერდა და მეტიც, ასე ვთქვათ, უკრაინელ შუაშისტებს ამშვიდებდა შემდეგი ფრაზით: მე კი არ გავწყვიტე ურთიერთობა ევროკავშირთან, შევაჩერე, დროებით შევაჩერე. ხომ არ გეცნობათ ეს ფრაზა და თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ ეხლა ეს ყველაფერი მე მოვიგონე, აი ახლა შემოგთავაზებთ ამის დამადასტურებელ კომენტარს. Наши планы не меняются. ჩვენი გეგმები არ იცვლება. ევროკავშირთან ურთიერთობა კი არ შევწყვიტე, შევაჩერე. გადავდე დროებით. ჯერ სხვა საკითხები უნდა მოგვარდეს, ეკონომიკური, პოლიტიკური და შემდეგ აღვადგენთ ურთიერთობებს. ნორმალური ურთიერთობები ევროკავშირს, რუსეთს და უკრაინას შორის ეს ჩვენი ვალდებულებაა. Нормальные отношения в формате Европейский Союз, Россия, Украина – это наша обязанность. აი ასე იმშვიდებდა თავს და ამშვიდებდა შუაშისტ უკრაინელებს, თუმცა მერე გავიდა ერთი კვირა, არ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და დაიწყო კიევში შეუქცევადი პროცესი. გძლად არ ვისაუბრებ ამაზე, უბრალოდ ვიტყვი, რომ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო სულელურ გადაწყვეტილებებს იღებდა იანუკოვიჩი, მათ შორის შეგახსენებთ, რომ ჩაფხუტების ტარება აკრძალა, რამაც გამოიწვია ის, რომ კიევის ქალაქში ქვაბებით თავზე ხალხი გამოჩნდა. პირველი დარბევა და პირველი დაშავებულები ნაძვის ხის დადგმას მოყვა. იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ საახალწლოდ ნაძვის ხე უნდა დაედგა, რის გამოც დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი სტუდენტები დაარბია, მაშინ გაჩნდა პირველი დაშავებულები, პირველი დაკავებულები, თუმცა ამან, როგორც ხდება ხოლმე, უკვე შედეგი გამოიღო, ძალიან ბევრი უკრაინელი გამოვიდა ქუჩაში, იანუკოვიჩს მოუწია ყველა დაკავებულის გათავისუფლება და ამის მერე დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უფრო მძიმდებოდა ვითარება. ქუჩებში პრაქტიკულად ჩვენ ხედავდით,
ქალაქის ბრძოლებს, თუმცა პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი ხდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. დემონსტრანტები იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, ხოლო ბერკუტი თავის მხრივ ყველა იმ სპეცსაშუალებას, რომელიც მათ ხელს არსებობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ, ძალიან ციოდა მაშინ უკრაინაში. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაუსრულებლად და ასე ვთქვათ, იყო აი ამ პროტესტის სპირალი, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო იძაბებოდა ვითარება. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ პროტესტი გრუშევსკის არ ცდებაო და პრინციპში რომ თქვათ ის არ იტყუებოდა, მაშინ საპროტესტო ტალღა მოდებული იყო აი ამ ქალაქის ცენტრს, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო კვარტალს, ასე ვთქვათ, აი ხა რუკაზე ვეცდები გაჩვენოთ, ეს არის კიევი, აქ არის დამოუკიდებლობის მოედანი, აქედან ინსტიტუტის ქუჩით ადიხარ ბანკოვის ქუჩაზე, სადაც იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია განლაგებული, შემდეგ გადადიხარ გრუშევსკიზე, სადაც არის უკრაინის პარლამენტი განლაგებული, ჩამოდიხარ ევროპის მოედანზე და ისევ დამოუკიდებლობის მოედანზე. აი ამ კვარტალში იყო, ასე ვთქვათ, საპროტესტო პროცესები მობილიზებული. თბილისის მაგალითზე რო ავიღოთ, მაგალითად რუსთავიდან როგორც კი თავისუფლებაზე ჩადიხარ და უკან სოულაკში გართობა, დაახლოებით იგივე ვითარება იყო კიევშიც, ხრეშატიკის დასაწყისში ბესარაბიის ბაზართან უკვე ხალხი ერთობოდა და პრინციპში ხშირად მესმის ხოლმე მე რაღაცა პრეტენზიები და საყვედურნარევი ტონი, რომ აი როდესაც თბილისში ასეთი პროტესტია, ადამიანები როგორ ერთობიან, ეს პროტესტის დროს კი არა, ომის დროსაც კი ხდება იგივე ამბავი, ძალიან ჩვეულებრივი საკითხია, ადამიანი ემოციურად რომ არ გადაიწვას, მათი ნაწილი სწორედ ასე პოულობს, ასე ვთქვათ, თავშესაფარს, თუმცა მიუხედავად ამისა, პროტესტი, რომელიც იყო მობილიზებული, იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ძლავრი, არ ჩერდებოდნენ არც -14 გრადუსმა, არც თოვლმა, არც ყინვამ, არც ბერკუტის სისასტიკემ, არც დაჭერებმა, არც დაკავებებმა, არც ახალმა წელმა, არაფერმა არ ჩააცხრო ეს პროტესტი, ასე ვთქვათ, და შემდეგ უკვე ცოტას გადავახტები მოვლენებს და პირდაპირ თებერვალს მივადგები, რა დროსაც მოხდა ის სისასტიკე, რასაც ქვია, რის შედეგადაც მე წარმოიშვა ზეციური ასეული ინსტიტუტის ქუჩაზე, პირდაპირ დაცხრილეს დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღით, სნაიპერული შაშხანებით. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ პირველად ისროლა FSB სპეცრაზმა, რუსული FSB სპეცრაზმა, რომელიც დესანტის, ასე ვთქვათ, იანუკოვიჩის პირად აეროპორტში დაეშვა, მერე გადავიდნენ ბანკოვზე და იქიდან ჩამოვიდა ინსტიტუტის ქუჩაზე, მერე მას აყვა უკვე ბერკუტიც და მოკლედ მაშინ იყო უკვე მსხვერპლი, დაჭრილები, დაშავებულები და როგორც გითხარით, თუ კი თავიდან კიევის ეს ცენტრი რაღაცა ქალაქის ბრძოლებს მოგაგონებდა თողონ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, აქ უკვე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს და იყო ძალიან სასტიკი დღეები. Ты жив, брат? Ты жив, брат? Тебя как зовут? Вопросы, что ли, а? საქმე იმაშია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის სურვილის გამომთმელი სახელმწიფოებისთვის შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, მასში გაწევრიანდა ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ზოგადად ასეთ რეგიონულ ჭრილში უყურებს მოვლენებს ევროპა და ეს იყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, რომელიც გაწევრიანებულები იყვნენ ამ პროგრამაში, სხვადასხვა რეფორმები უნდა გაეტარებინათ იმისთვის, რომ აღმოფხვრილიყო კორუფცია, ყოფილიყო თავისებადობა გაზრდილი და ამისთვის ეხმარებოდა სხვადასხვა ეტაპზე ევროპა ამ სახელმწიფოებს. პრინციპში ბელარუსი და აზერბაიჯანი მალევე გაეთიშან ამ პროცესს, ოფიციალურად არა, თუმცა არაოფიციალურად ისინი პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდნენ არაფერში, გასაგებია ერთ შემთხვევაში დიქტატურა, მეორე შემთხვევაში ავტოკრატია, სწორედ ამიტომ ისინი მალევე გაეთიშან პროცესს, ამის მერე უკვე დარჩა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, რომელიც მეტნაკლებად აქტიური იყო, თუმცა ამათშიც სომხეთი ყველაზე დაბალ გაზზე იყო, ასე რომ ვთქვათ და გამოიკეთა ლიდერი ტრიო, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, თუმცა აი ამ ლიდერ ტრიოშიც საქართველო ბევრად წინ იყო და რაღაც ეტაპზე იმდენად გავუსწარით ამ ორ ქვეყანასო ჩვენ მოვითხოვდით, რომ ასე ვთქვათ,
ცალკე გავეხილეთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა, ვერ მოხერხდა და ბოლოს მივედით იმ პერიოდამდე, როდესაც უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მორიგი ხელმოწერა, ასოცირების ხელმოწერა და იმ პერიოდში ასოცირების ხელმოწერა უნდა ყოფილიყო უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში. მთელი ირონია იმაში არის, რომ მაშინ რუსეთმა უკრაინას აუკრძალა, ასე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, არა იმდენად, რამდენადაც მერე უცბად გავარდებოდა უკრაინა ან რომელიმე სახელმწიფო და შევარდებოდა ევროკავშირში. არა, ეს გააკეთა იმდენად, რამდენადაც თუ კი ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწურებოდა უკრაინის მხრიდან, მაშინ ის ვეღარ შეძლებდა ევრაზიულ კავშირში გაწევრებას და ეს კადრები აქ ახლა შემთხვევით არ გადის. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა სომხეთში. როგორც გითხარით, მაშინ ხელი უნდა მოეწერათ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და სომხეთს და უკრაინის გარდა კიდევ ერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც არ მოაწერა ხელი ამას, ეს იყო სომხეთი და მაშინ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მღელვარება სომხეთში არ მოყოლია. პირიქით, რაღაცა კითხვები დაისვა და კითხვები დაისვა იმდენად, რამდენადაც ისიც ესე მოწმენდილ ცაზე სერჟ სარქისიანი ჩავიდა პუტინთან შეხვედრის მერე მოსკოვში შეხვდა პუტინს და შეხვედრის მერე თქვა, რომ აღარ ვაწერ ხელს ამ ხელშეკრულებას. და მარტო ეს იყო კითხვები, რომ როგორ მოხდა ისე, რომ არც თავის მთავრობას, არც თავის პარლამენტს არანაირი კონსულტაციები არ გაიარა სომხეთის ლიდერმა და პირდაპირ პუტინის კაბინეტიდან გამოსვლმა გააკეთა ეს განცხადება. მხოლოდ ამაზე იყო კითხვები, არანაირი პროტესტი, არანაირი ქუჩაში გამოსვლა. შესაბამისად, აი ამ დღიდან მალევე სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და სწორედ იგივე სცენარი იყო უკრაინისთვის. უკრაინასაც არ უნდა მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, რადგან შემდეგ აუცილებელი იყო, რომ უკრაინა გაწევრებულიყო ასე ვთქვათ, ევრაზიის გაერთიანებაში, კავშირში. შესაბამისად, აქ კიდევ ერთი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც გითხარით, უკრაინასთან ერთად სომხეთმაც არ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და როდესაც ეს რატო არის მნიშვნელოვანი, როდესაც რუსული პროპაგანდა გვიმტკიცებს, რომ ევრომაიდანი ბრუსელის მოწყობილი იყო და იქიდან მოახვიეს თავს უკრაინელ ხალხს ეს ყველაფერი, მაშინ რატომ სომხეთში არ მოხდა იგივე, ხო? იმიტომ რომ სომეხი ხალხისთვის ეს არ იყო პრიორიტეტი, არ იყო მნიშვნელოვანი, არანაირი პროტესტი არ იყო, შესაბამისად, არც ევროკავშირი ჩაერია ამ საკითხში. და რადგან უკრაინაში პირიქით ხალხმა პროტესტი გამოხატა, გამოვიდა ქუჩაში, ევროკავშირმა რა თქმა უნდა უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭერა. ანუ როდესაც ჩვენ რუსული პროპაგანდა გვიმტკიცებს, რომ თითქოს საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი ერთ და იგივე არის, აქ ფუნდამენტური სხვაობა არის. უნდა გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირში არც ერთი რესპუბლიკა არ ყოფილა თავისი ნებით გაწევრიანებული, პირიქით სისხლით და מחვილით მოხდა მათი შეთრევა აი ამ კავშირში, პირდაპირ დავარქვა თავის სახელი და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვეწერა, რომ ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერ დროს გამოსულიყავით საბჭოთა კავშირიდან, იმ კონსტიტუციაში ნებისმიერი მცდელობა გახსოვთ, როგორი ისჯებოდა, როგორი სადამსჯელო ოპერაციები ტარდებოდა. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ყველაფერი პირიქით არის. სახელმწიფოებს სურთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ, სურთ იმდენად, რამდენადაც იქ არის კეთილდღეობა, მშვიდობა, დაცულობა, დემოკრატია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ყოველთვის ეხმარება იმ ხალხს, ვისაც უნდა ამ კავშირში შესვლა. პირიქით თვითონ ხარჯავს ფულს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებმა რეფორმები გაატარონ და თუ კი ხედავს, რომ იქ ხალხი, ასე ვთქვათ, მზად არის და აქვს სურვილი ამ გაწევრიანების ყოველთვის ეხმარება და შესაბამისად არც დატოვებაზე აქვს პრობლემა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით. გავიხსენოთ ბრიტანეთის მაგალითი, როდესაც უბრალოდ ჩატარდა რეფერენდუმი, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირში არ უნდათ და გავიდა ბრიტანეთი ევროკავშირიდან, არ დაქცეულა ქვეყანა, არც ევროკავშირი, არც ბრიტანეთი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთმა მეტი დაკარგა, ვიდრე ევროკავშირმა, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა ესეთი არის. საბჭოთა კავშირში ხალხს და სახელმწიფოებს ძალით მიათრევდნენ და მერე კონსტიტუციაში ეწერათ, რომ გასვლა შეგიძლიათო, მაგრამ ცდილობდნენ თუ არა გასვლას სისხლში ახშობდნენ. ევროკავშირში სახელმწიფოების საზოგადოებები თავისაკუთარი ნებით წევრიანდებიან და შემდეგ თუ კიდევ უნდა გასვლა, არანაირი პრობლემა ამაზე არ არის. და ახლა დავუბრუნდეთ ისევ უკრაინას და იმ კონტექსტის განხილვას, რაც მაშინ თან ახლდა ამ მოვლენებს. მოკლედ, კონტექსტი ასეთი იყო, რომ
იანუკოვიჩს მთელი ევრობიუროკრატია ხელმოწერის წინა პერიოდში ევაჭრებოდა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის იყო ტიმოშენკოს ციხიდან გამოშვება, სასამართლო რეფორმა და მეტიც იყო, ასე ვთქვათ, მიმართვები და მცდელობები, რომ ხელს არ მოაწერდა თვითონ ევროკავშირი, თუ კი ამ დათმობებებზე არ წავიდოდა. იანუკოვიჩი არ აპირებდა ამ დათმობებზე წასვლას, მაგრამ მაშინ უკრაინული ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილიყო და ისინი მზად იყვნენ კომპრომისისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ტიმოშენკო ციხეში ყოფილიყო, ეს კადრები უკვე მოგვიანებით არის გადაღებული, როდესაც აქციაზე მივიდა ციხიდან გამოსული ტიმოშენკო. რადგან უკრაინაში, როგორც ოპოზიციას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას სჯეროდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნებოდა გარანტია იმისა, რომ უკრაინა აღარასდროს დაუბრუნდებოდა რუსულ იმპერიას. ანუ მაშინ უკრაინაშიც ეს განცდა იყო, რომ არა იმდენად მნიშვნელოვანია მის ხელმოწერა, რამდენადაც მერე საომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებენ, არამედ უფრო მეტად იმისთვის, რომ არ მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ჩახერგილიყო გზები რუსეთისკენ. ეს ესმოდა, ასე ვთქვათ, პუტინსაც და სწორედ ამიტომ აიძულა იანუკოვიჩი, რომ ასე ვთქვათ, ხელი არ მოეწერა. აქ ეხლა ჩვენ წარმოვიდგენთ ერთი წამით რა მოხდებოდა, თუ კი მოაწერდა იანუკოვიჩი ხელშეკრულებას ხელს. ესე იგი, ტიმოშენკო ციხეში დარჩებოდა, სასამართლო რეფორმა იქნებოდა, ასე ვთქვათ, იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იყო. უკრაინული საზოგადოება, ეს ეგრეთ წოდებული შუაშისტები იტყოდნენ, რომ აი რაგინათ ეხლა არც ესე ცუდია იანუკოვიჩი ხომ მოაწერა ხელი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და აი ეს დიდი ცვლილებები, რომელიც უკრაინაში დაიწყო, ვერც მოხდებოდა. მით უფრო ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იყო დარჩენილი დაახლოებით 1 წელი ხელახალ არჩევნებამდე, ან 2014 წლის თებერვალში გაიქცა იანუკოვიჩი, 2015 წელს უკვე უწევდა საპრეზიდენტო არჩევნები და მას ალბათ ხელახლა აირჩევდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ წარმოვიდგინეთ, როგორი აბსურდული სიტუაცია იყო, რომ ასე ვთქვათ, ღიად პრორუსულ განცხადებებს აკეთებდა არა იანუკოვიჩის რეგიონების პარტია, არამედ მედვედჩუკის პარტია და კომუნისტები და ამასთან რეგიონების პარტიის ახალგაზრდული ფრთა ამ აქციებს, ამ კომუნისტების აქციებს არბევდნენ, რომ თითქოს რეგიონების პარტია ევროპული ინტეგრაციის მომხრე არის. შესაბამისად, აი ამ აბსურდში ხელი რომ მოეწერა იანუკოვიჩს, მოხდებოდა ის, რომ სულ რაღაც 1 წელიწადში ისევ აერჩევდნენ იანუკოვიჩს, კიდევ 5 წელი იანუკოვიჩი იქნებოდა მინიმუმ, შესაბამისად რუსეთი მიიღებდა მთელს უკრაინას მისი გავლენის სფეროს ქვეშ, თუმცა იქნებოდა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ვეღარ შეძლებდა უკრაინის გაწევრიანებას ევრაზიის კავშირში. არა და ევრაზიის კავშირში უკრაინის გაწევრება აუცილებელია, იმიტომ რომ უკრაინის გარეშე იმპერია არ არსებობს, ჩვენ კი მოგვახსენება, რომ პუტინის იმპერიის აღდგენა უნდა. შესაბამისად, ზუსტად ამიტომაც აიძულა, რომ ხელი არ მოეწერა იანუკოვიჩს, თორემ არაფერს არ კარგავდა ამითი პუტინი და პირიქით ჩვენ ნახეთ, რომ იგივე მოლდოვას ან საქართველოს მაგალითზე ჩვენ მოვაწერეთ ხელი და რა შეიცვალა, რა უცბად გავწევრიანდით ევროკავშირში, არა, ხო, პირიქით სანამ ომი არ დაიწყო, ეს პროცესი ძალიან ტლანქად და ნელა მიდიოდა. შესაბამისად, აი ამ აკრძალვის მიზანი კიდევ ერთხელ ვიძახი, არ იყო უკრაინის ევროინტეგრაციის პრობლემა, არამედ ის, რომ საომავლოდ უბრალოდ ვერ დაიბრუნებდა, ასე ვთქვათ, იანუკოვიჩი ვერ დაიბრუნებდა ბოდიში პუტინი უკრაინას საკუთარ იმპერიაში. ახლა კიდევ ერთი მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის მიზანი, ასე ვთქვათ, არის უკრაინის სრული ანექსია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ყავდეს მთლიანად კონტროლ ქვეშ. იყო ეს იანუკოვიჩი და ის ჯერ გაიქცა ხარკოვში, შემდეგ დონეცკში და შემდეგ უკვე შეიტყვეს ყირიმში, სიმფეროპოლში რუსებმა და გააქციეს დონის რუსეთში. და ასე ვთქვათ, რატომ მოხდა ეს ამბავი?
რატომ რო დაждდა ამ პრესკონფერენციაზე რუსეთში და დაიწყო ლაპარაკი, რომ აი რაღაც კიევში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტად, რატომ აკეთებ ამ განცხადებას როსტოვიდან? დაჯექი სიმფეროპოლში, ის ჯერ კიდევ უკრაინა იყო, ან თუნდაც დონეცკში, ან თუნდაც სლავიანსკში საერთოდაც, მთელს ამ ტერიტორიას დაახლოებით 2 კვირაში უკვე ეს სეპარატისტები და რუსები აკონტროლებდნენ და რატო გამოაცხადეს მაშინ იქ რაღაც სახალხო რესპუბლიკა და რატომ არ თქვეს, რომ აი ეს არის ნამდვილი უკრაინა, ჩვენ გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, იქვე შეეკრიბა მთელი მისი უმრავლესობა და ეთქვა, რომ მე აი აქედან მართავ ნამდვილი უკრაინა ეს არის და კიევში დავბრუნდები მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ მოხდება ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა, როდესაც მე შემეძლება მართო უსაფრთხოდ იქიდან, თუმცა არა, მაშინ გააქციეს იანუკოვიჩი რუსეთში. იმიტომ რომ არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება პუტინს უკრაინაში არ სჭირდებოდა და შესაბამისად აი ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის განზრახვებს. აქ ასევე მნიშვნელოვანი არის იმის ხაზგასმა, რომ იანუკოვიჩი თვითონ დონეცკელი იყო, ეს არის ის პრესკონფერენცია, როდესაც პასტა გატეხა შუა პრესკონფერენციაზე ლაპარაკის დროს. იმას ვიძახთ, რომ იანუკოვიჩი არის დონბასელი. მისი მთელი მინისტრთა კაბინეტი იყო დონბასელი 1-2 ალბათ 2 მაქსიმუმ მინისტრის გამოკლებით. მთელი უმრავლესობა იყო დონეცკელი და ჩასულიყვნენ იქ და ითქვათ, რომ აი ეს არის ნამდვილი უკრაინა, თან რაღაც მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო მათი მიზანი, მათი მიზანი იყო სწორად ისეთივე ანექსია მთელი უკრაინის, როგორი ანექსიაც მოხდა ყირიმში. და გახსოვთ რა იყო იანუკოვიჩის ბოლო გადაწყვეტილება როგორც უკრაინის პრეზიდენტის? რადგან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელად დანიშნა აქსიონოვი. ეს აქსიონოვია მე ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს რომ ჩაატარებს ყირიმში და გაუправებს რუსებს ყირიმის ოკუპაციას მწვანე კაცუნების ფონზე, რომლებიც იქიდან თითქოს ციდან ჩამოცვიდნენ. შესაბამისად, მთელი ეს ნაბიჯები იყო განპირობებული სწორედ ამ ერთი მიზნის მისაღწევად, რომ როგორმე უკრაინა ყოფილიყო არა უბრალოდ მარიონეტი ხელისუფლების ქვეშ მყოფი რუსეთის მოკავშირე, არამედ მაშინ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ რუსეთს სრულად მოეხდინა უკრაინის, ასე ვთქვათ, ანექსია. და მერე დაიწყო ეს პროცესები დონბასში, ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები ჩატარდა და კიდევ ერთხელ რატომ სახალხო რესპუბლიკა ყოფილიყო, ეს არის ნამდვილი უკრაინა, გამოეცხადებინათ და ასე ვთქვათ, დაესრულებინათ ეს ამბავი. ახლა ვისაუბროთ თავად უკრაინის შეცდომებზეც. ისე იყო შეჟონილი FSB უკრაინის ხელმძღვანელობაში, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და რაღაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი არა, გენშტაბიდან გენერლები, FSB-ს ბოდიში, SBU-ს უფროსი და ძალიან ბევრი ძალოვანი გაიქცა რუსეთში ღირსების რევოლუციის შემდეგ, წარმოიდგინეთ რა დონეზე იყო ინფილტრაცია. გარდა ამისა, ისაც ხდებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, ასე ვთქვათ, ამას დაარქვეს ანტიტერორისტული ოპერაცია და არ დაარქვეს თავის სახელი, რომ ეს იყო ომი რუსეთთან და ამ ფონზე მიმდინარეობდა მინსკის მოლაპარაკებები. აქ მთელი პრობლემა სწორედ იმაში იყო, რომ თვითონ უკრაინელებიც საკმაოდ, ასე ვთქვათ, არ მიუდგნენ, არ დაარქვეს თავის სახელი, მოკლედ რა კიდევ ერთხელ რაღაც თითქოს ეს იყო სეპარატისტებთან ბრძოლა, თითქოს ეს იყო ანტიტერორისტული ოპერაცია, ასევე ერქვა, აუცილებელი იყო ალბათ მაშინვე დაერქვათ თავისი სახელი, რომ ეს იყო რუსეთის ინტერვენცია, რუსეთის შეჭრა, კი რა თქმა უნდა რუსეთს აღიარებდნენ რაღაც კონფლიქტის მხარედ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში ყირიმის ანექსიაზე იყო გადატანილი და მოკლედ მერე დაიწყო, ასე ვთქვათ, აი ეს მინსკის მოლაპარაკებები, 2 რაუნდი იყო. პირველმა პრაქტიკულად არ იმუშავა და შემდეგ ასე ვთქვათ მოხდა უკვე შეთანხმება, რამაც როგორც ასე გამოიყურებოდა. მოკლედ ცეცხლის სრული შეწყვეტა და მძიმე შეერაღების გაყვანა ფრონტიდან, უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც დონბასს მიენიჭებოდა განსაკუთრებული სტატუსი, საზღვრებზე უკრაინის კონტროლის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკურ ეტაპზე გადასვლის შემდეგ, წყვილების სრული გათავისუფლება ყველა სანაცვლოდ
უცხოური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა. და რა გამოვიდა აქედან? მხოლოდ ტყვეების გაცვლა ისიც სრულად არა. რაღაცა ნაწილზე გაცვალეს, სრულად ვერ გაცვალეს და მოკლედ სხვა პრაქტიკულად არც ერთი შეთანხმება არ შესრულდა, იმიტომ რომ პუტინმა არ გაიყვანა უცხო ქვეყნის ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, ვერ აღდგა რა თქმა უნდა უკრაინის კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე და მოკლედ პრობლემა ზუსტად ეს იყო, პრობლემა იყო ის, რომ ეს მინსკის ხელშეკრულება პრაქტიკულად კუტრაჩობილი იყო და აი ამ მინსკის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად მიგვიყვანა ჩვენ შემდეგ უკვე დიდ ომამდე. თუმცა მანამდე იყო კიდევ გარკვეული მოვლენები. პოროშენკო ამ პერიოდში ცდილობდა უკრაინის მოდერნიზებას, რაღაცა რეფორმების გატარებას, ამდენად გამოსდიოდა ეგ ცალკე საკითხი არის, მაგრამ ამასობაში ფონზე პოლიტიკურ სცენაზე გამოდის კაცი, ბიჭი, კრივოი როგიდან, ახალგაზრდა ყოფილი კომიკოსი, რომელიც ასე ვთქვათ ერთვება პოლიტიკაში და აი ეს ამბავი ალბათ იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პოროშენკომ დაუშვა აი ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, იმიტომ რომ გაყვა დებატებზე ზელენსკის სცენაზე, ასე ვთქვათ, აი ესეთი სახალხო დებატები სტადიონზე, ხალხის ჩართულობით, ეს ის სცენაა, სადაც ზელენსკის ბადალი არ ყავს, შესაბამისად, აი ამ დებატებმა ძალიან ბევრი რამე გადაწყვიტა საბოლოო არჩევნებში, როგორც უკრაინელები ამბობენ. აქ უნდა ვილაპარაკოთ ასევე ზელენსკის, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებზე. მისი პრიორიტეტები იყო, რომ როგორღაც დაალაგებდა პუტინთან ისეთივე ინფანტილური დამოკიდებულება ჰქონდა ზელენსკის, როგორც ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს აქვს ხოლმე, იქნება ეს საქართველოში თუ თუნდაც ამერიკაში, რომ ისინი არიან ისეთი მაგრები, რომ სხვებმა რო ვერ მოახერხეს პუტინთან დაალაგება, თვითონ დაალაგებენ. ეს განწყობა ჰქონდა ზელენსკისაც, მათ შორის რუსული ენის სტატუსზე ის ამბობდა, რომ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენა უკრაინულია, თუმცა შესაძლოა რომ რუსულ ენას მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, ასევე ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოახერხებდა დონეცკის და დონბასის ომის დამთავრება სწორედ რუსებთან მოლაპარაკებებით და მოკლედ ზუსტად ის პერიოდი ჰქონდა, ისეთი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა, რომელიც რუსეთის არ გაღიზიანებას, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს. თუმცა ეს ყველაფერი რომ არ გამოუვიდა, ჩვენ ნახეთ იქიდან გამომდინარე, რომ პუტინმა მაინც დაიწყო ომი, ასე ვთქვათ, უკრაინაში 2022 წელს უკვე, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის, რომ ზელენსკი საკმაოდ მაღალი რეიტინგით მოვიდა უკრაინის პრეზიდენტად, თუმცა მისი ეს რეიტინგი იკლებდა და დიდი ალბათობით მას ხელმეორედ აღარ აირჩევდნენ, რომ არა ეს ომი, იმიტომ რომ არა ეს ომი უფრო სწორედ უკვე აღარ იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტი, რადგან ვადა გაუვიდოდა მანამდე და ხელმეორედ აღარ აირჩევდნენ, მაგრამ ომმა, რა თქმა უნდა, უკრაინის საზოგადოება, ასე ვთქვათ, მოაბილიზა, შეკრა და ომის დაწყებიდან ზელენსკის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა, მერე, რა თქმა უნდა, იწყებოდა, ასე ვთქვათ, დაიწყო კლება ზელენსკის რეიტინგმა, მაგრამ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებასთან შედარებით დაკლებულია, დღესაც უფრო მაღალია, ვიდრე ომამდე იყო. აი ეს კადრები ჩვენ გვახსოვს დონბასში გამაგრებულ აზოვთან რო ჩავიდა, ასე ვთქვათ, ზელენსკი და ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ მას რაღაცა მშვიდობა უნდა და დემილიტარიზაცია უნდა ამ რეგიონის, მაგრამ არ გამოვიდა ეს ყველაფერი. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მოკლედ ყველაფერი ცადა ზელენსკიმ, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინა, მაგრამ არ გამოუვიდა და დღეს რომ იძახის პუტინი, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტიაო, ეს მინიმუმ სასაცილოა, რადგან თავად პუტინი ზელენსკის შეხვედრია. და შეხვედრია ნორმანდიულ ფორმატში გერმანიის, საფრანგეთის პრეზიდენტებთან ერთად და ასე ვთქვათ, როცა უკავშირებს იმას, რომ ზელენსკი ევრომაიდნის პირმშუა, ასე ვთქვათ, აბსურდია, იმიტომ რომ შუაში პოროშენკო იყო და პოროშენკოსაც ელაპარაკებოდა პუტინი და მასთან გააფორმა მინსკის ხელშეკრულება და შემდეგ უკვე
ამ ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს და იქაც დაადასტურეს ის, რომ უნდა განხორციელებულიყო, ასე ვთქვათ, მინსკის ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. პრაქტიკულად აქ ამ შეხვედრაზე ზელენსკიმ თქვა, რომ ის მზად იყო დონეცკისთვის განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებინა, მზად იყო რუსული ენისთვის სტატუსი მიენიჭებინა, მოკლედ ძალიან ბევრ დათმობაზე, არაიმდენად დათმობაზე, რამდენადაც მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაზე მზადყოფნას გამოთქვამდა, თითქოს პუტინის მზადყოფნას გამოთქვამდა, მაგრამ ამისგან არაფერი არ გამოვიდა. მოდი ახლა მოვისმინოთ, გავიხსენოთ, რას ამბობდნენ აი ამ შეხვედრაზე ზელენსკი და პუტინი. Мы стремимся достичь мира. ჩვენ გვინდა მშვიდობის დამყარება ჩვენს ქვეყანაში. ჩემი მხრიდან მე მივისწრაფი სამართლიანი მშვიდობისთვის ჩემს ქვეყანაში. კი, ეს ადვილი არ არის. დიდი გზაა გასავლელი. ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ ძალიან კონკრეტული საკითხები განვიხილეთ. აუცილებელი არა მხოლოდ მოლაპარაკებები, არამედ კონკრეტული გეგმების და ვადების გაწერა და ასევე გაკონტროლება, რომ ეს შეთანხმება შედგება. თუკი ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას რეგიონში, მაშინ პოლიტიკური საკითხები ადვილად მოგვარდება. მე მსურს შესრულდეს მინსკის შეთანხმება, გავცვალოთ ყველა ტყვე, გაკონტროლდეს შეიარაღება და აღდგეს უკრაინის კონტროლი რუსეთთან სახელმწიფო საზღვარზე. ასევე აუცილებელია გავიდეს ყველა უცხო ქვეყნის ჯარი რეგიონიდან და ამის შემდეგ ჩატარდეს არჩევნები. შესაძლებელია განვიხილოთ მათ შორის რეგიონების განსაკუთრებული სტატუსი. თუმცა ამასთან ვიმეორებ, დონბასი და ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ვალდებულებები და შევასრულოთ ის ბოლომდე. მაგრამ ვალდებულებების შესრულება ორმხრივი უნდა იყოს. Я в целом присоединяюсь к тому, что здесь было сказано. Членობაში უერთდები იმას, რაც ითქვა. მივიღეთ ერთობლივი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს მინსკის ხელშეკრულება. ეს ყველაფერი ნამდვილად არის აუცილებელი ნაბიჯები, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში და მივაღწიოთ ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას. იმაც ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა ყველა მხარე გაიყვანს შერებს რეგიონიდან და ამის პარალელურად უკრაინაში გატარდება პოლიტიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს მინსკის შეთანხმების შესრულებას. საუბარია ცვლილებებზე კონსტიტუციაში, რომელიც დონბასს მიენიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს და ამას მიეცემა სამუდამო ხასიათი. ასევე აუცილებელია მოიხსნათ სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მოვლენებში. საერთო ჯამში მე კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. და დაიწყო პუტინმა ომი, დაიწყო, რადგან სხვა გზა აღარ ქონდა. ზოგადად პუტინი ყოველთვის ცდილობს, რომ ჯერ რაღაცა ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს მის სამიზნეზე, მერე ეცადოს რეჟიმ ჩეინჯით მოახდინოს მიზნის მიღწევა და თუ ეს ყველაფერი არ გამოდის, მერე იწყებს ომს. ასე იყო საქართველოშიც, თუმცა ომის მერე კიდევ რეჟიმ ჩეინჯიც და გამოვიდა და ამაში პრინციპში არჩევნების გზით მოხდა ყველაფერი და ვერ დავადანაშაულებთ, რომ მაინც და მაინც პუტინის რეჟიმ ჩეინჯი იყო, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ასე იყო უკრაინაშიც არ გამოვიდა ეკონომიკური ზეწოლა, არ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლა და დაიწყო ომი. ომის შემდეგ გავიდა 1368 დღე, ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია პუტინმა. დასახული მიზანი იყო დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნატოს არ გაფართოვება. ნატო გაფართოვდა და უკრაინა ისევ სახელმწიფო არის. ახლა რა ვითარებაშიც არის ჩავარდნილი უკრაინა არის ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ, გულის ამრევი საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ტრამპის ამერიკა ცდილობს მას ეწოლას და შვიდობის იძულებას, ანუ შვიდობის იძულებას ცდილობენ სხვერპლი სახელმწიფოსგან და არა აგრესორი სახელმწიფოსგან. მომავალი კვირა საკმაოდ რთული იქნება, როგორც ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი გაცილებით, ასე ვთქვათ, მარტივია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს კინო უკვე გვინახავს, ასე ვთქვათ, ჩვენ გვინახავს, რომ ტრამპმა სწორედ ასე დაიწყო ზელენსკიზე ზეწოლით და როგორც ჩანს, ახლაც იგივე სცენარი გამეორდება. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ევროპელები გაცილებით უფრო რეალისტურად აფასებენ ვითარებას და არაპირებენ, რომ უკრაინა მარტო დატოვონ. ამ სცენარიდან გამომდინარე შესაძლოა სამწუხაროდ მოხდეს ისე, რომ ამერიკა, ასე ვთქვათ, გავიდეს თამაშიდან, თუმცა ამერიკა ბოლომდე
მაშინ ვერ გავა, როგორც არ უნდა მოინდომოს ტრამპმა იარაღის მიყიდვას უბრალოდ ვერ შეწყვიტავს, იმიტომ რომ ჯერ ერთი გაფორმებულია ხელშეკრულებები და კონტრაქტები უკვე და ამერიკის იარაღის წარმოებლები ამ იარაღს აწარმოებენ და უნდა გაიყიდოს, ეს სხვანაირად არ გამოვა, მით უფრო რომ ამერიკის ეკონომიკას საკმაოდ დიდი შემადგენელი ნაწილი აქვს იარაღით ვაჭრობას, შესაბამისად რომც მოინდომოს შეერთებულმა შტატებმა ტრამპმა ეს შეერთებული შტატები ვერ გავა თამაშიდან, ყველაზე დიდი დანაკლისი რაც შეიძლება უკრაინას ჰქონდეს არის ამერიკული სადაზვერვო სატელიტური ინფორმაცია, რაც მეტწილად ჩვენ ნახეთ ამის შეწყვეტამ გამოიწვია ის რომ კურსკი დაიბრუნეს რუსებმა, ახლა ეს ხელს შეუშლის თუკი ამ ინფორმაციის გაზიარებას შეწყვეტენ ნეფთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ტრაექტორიის და სიჩქარის განსაზღვასაც და შესაბამისად ხაერსაწინააღმდეგო სისტემებს უფრო გაუჭირდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის ამბავი, რომ უკრაინამ იცის რთული სიტუაციებიდან როგორ გამოვიდეს, ის გამოსულა არაერთხელ, იმედი მაქვს მე პირადად რომ ახლაც გამოვა, თუმცა ის რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს არის ის რომ პუტინი შეეცდება ნებისმიერი მისი მიღწევის გამარჯვებად გასაღებას. ჩვენ ამ შემთხვევაში აქ არ უნდა გვაუწყდეს, რომ პოკროვსკის აღება, რაღაცა კუპიანსკის აღება არ ყოფილა პუტინის მიზანი. პუტინის მიზანი იყო უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაქრობა პოლიტიკური რუკიდან და სრულად რუსეთისთვის დაქვემდებარება, თუ კი არ გამოუვიდოდა სრულ უკრაინაზე, მაშინ აღმოსავლეთ უკრაინა მაინც უნდა რომ იყოს რუსეთის შემადგენლობაში, ხოლო დასავლეთ უკრაინაში იყოს მისი მარიონეტი ხელისუფლება. მოკლედ ეს არის პუტინის მიზანი, ეს არის და ვფიქრობ დღეს რამდენიმე მაგალითით გაჩვენეთ, რატომ მაინც და მაინც ეს და არა მაინც თუნდაც მარიონეტი ხელისუფლება და ამ ყველაფერს თავი დავანებოთ დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნატოს არ გაფართოება. ეს სამი ამბავი უნდა გვახსოვდეს, ამ სამი ამბით დაიწყო ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია პუტინმა, თუმცა აქედან რა გამოვიდა ჩვენ ვნახეთ. დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო, ვეცადე რაღაცა ეს 12 წელი მიმომეხილა და კონტექსტები მეჩვენებინა. ეს წიგნი აქ შემთხვევით არდევს, ეს არის მონებს სამოთხეში არ უშვებენ, რაბიევ თუ რაი ვიპუსკაიოთ. ჩემი ტექსტია, რომელიც წიგნად გამოიცა ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე, ან 2023 წლის 24 თებერვალს. აქ მოყოლილი არის, ან ომი რო დაიწყო იმ დროს ვიყავი სლავიანსკში და ნუ მანამდეც როგორც კადრებში ნახეთ, არაერთხელ ყოფილი ვარ უკრაინაში, მაიდანიდან დაწყებული და ომის დაწყების მერეც არაერთხელ ჩავსულ ვარ იქ და 1 წლის ისტორია, თქვა, არის მოყოლილი ამ წიგნში, ასევე მაიდნის პერიოდზეც არის დაწერილი. წიგნი შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში, რა თქმა უნდა, თუმცა თუ კი გაქვთ სურვილი, შემიძლია, ასე ვთქვათ, გამოგიგზავნოთ ხელმოწერილი ვერსია მისამართზე, რომელზეც გინდათ ამისთვის კომენტარებში დამიწერეთ თქვენი მეილი, ან დაპლიუსდით და მე დაგიწერთ ჩემს მეილს და უკვე მეილით გავარკვიოთ, როგორ შემიძლია მოგაწოდოთ ავტოგრაფიანი, ასე ვთქვათ, ვერსია. გარდა ამისა, როგორც გითხარით, დღეს ჩემი YouTube არხი გახდა 6 თვის, ამ 6 თვის განმავლობაში 5000 გამომწერზე ავედი, რისთვისაც 5000 მადლობა თქვენ. მადლობა ყველას, ვინც აქტიურობს კომენტარებში, ვინც ალაიქებს ვიდეოს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში. შეგახსენებთ, რომ დავიწყე Telegram არხის წარმოებაც, რომელზეც არ ვარ, ასე ვთქვათ, აქტიური, იმ კუთხით, რა კუთხითაც Telegram არხები არიან, არ ვიცი, არ არის ოპერატიულობაზე გათვლილი არხი, უბრალოდ დღის ბოლოს ვაგროვებ ხოლმე მნიშვნელოვან ვიდეოებს და ვაზიარებ მოკლე კომენტარებით, თუ კი თქვენთვის ეს მისაღები და საინტერესო, რომ დღის ბოლოს ჩამოსკროლოთ და ყველა მნიშვნელოვანი ვიდეო მოკლე აღწერით ნახოთ, გამომყევით Telegram-ზეც, აღწერაში არის Telegram არხის ლინკიც. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, თქვენ კი ვისაც გაქვთ დონაციის სურვილი, აღწერაში ანგარიშის ნომერიც არის.
და დავიწყე პატრიონის წარმოებაც, ასე ვთქვათ, პატრიონზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და იქ არის შეთავაზება 3, 5 და 7 დოლარიანი, თქვენ შეგიძლიათ დაკლიკოთ, გადახვიდეთ, თქვენი მონაცემები შეიყვანოთ და შემდეგ თვეში ერთხელ ავტომატურ რეჟიმში მოხდება დონაცია ჩემს არხზე. მოკლედ, ესეთი არის, ასე ვთქვათ, დღევანდელი ეპიზოდი. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ იყავით მთელი ეპიზოდის განმავლობაში ჩემთან ერთად. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით, ნახვამდის.